შენ, რადგან ეს შენი ახალი შანსია. ჩვენი კონკურს ფესტივალის ახალი მონაწილე ნახეთ თაჯინასავით ლამაზია და საერთოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი მონაწილე შემოგვემატა, ფესტივალს ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შემოემატა და ეს უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ეს ჩვენი პროექტები, რომელიც როგორც ხალხი ამბობს ძალიან კარგია. გამარჯობა ბარბარე. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი. ბარბარეს კიდევ უფრო კარგად გადაცემა ჩვენი ამბები გაგაცნობთ. შენი ტოლი დოგონები და ბიჭები არიან გადაცემის წამყვანები, ოპერატორები, პროდიუსერები და ისინი საგანგებოდ მიიწვევენ ბარბარეს გადაცემაში ჩვენი ამბები. იქამდე კი მე მაქვს დიდი პატივი, რომ შენი თავი პირველად წარვადგინო ფართო მაყურებლის წინაშე. მე ვარ ბარბარე გაგუა, ვარ 10 წლის. და სწავლობს მეექვსე საჯარო სკოლაში. მეორე კლასიდან დავიწყე მე მოთხრობების წერა. შენ შეგვიყვარა ეს წერა ჩვენმა მასწავლებელმა. ჩვენ წერდით ჩვენ წერალთან ერთად წერდით წიგნებს და მაშინ მომდა სურვილი რომ ჩავთვლიყავი ამ ღონისძიებისავე და დამეწერა ეს მოთხრობა. შენ ისეთი კარგი გოგო ხარ, მე რატომღაც ესეთი წინადგრძნობა მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაგრძელდება და შეიძლება შენც კი გიხილოს მაყურებელმა ჩვენი ამბების წამყვანად, ხო? რაღაცა გიყვარს ასეთი რაღაცეები. რადგან მასწავლებელი ახსენე და მე წაღანაც ვთქვი, რომ მართლა პედაგოგების დამსახურება ის, რომ აი ამდენი აქტიური, მოტივირებული და სრულიად განსხვავებული ახალი თაობის წარმომადგენლები მოდიან და ქვია შენს მასწავლებელს. ნატო მიმინაშვილი. ნატო მიმინაშვილი, მადლობა თქვენ ქალბატონო ნატო აი ასეთი ბავშვების აღზრდისთვის. ბარბარე, მე მინდა რომ შენახა ჩვენს მაყურებელს წაუკითხო ის პატარა მოთხრობა, რომელიც კონკურსში გამოგვიგზავნე. დილანელა იფინებოდა მთის ძირზე, გაშლილ სოფელში. მზე მხოლოდ თავს უყრიდა მწვანე ფერდობებს, როცა ნისლი ჯერ კიდევ ეხვეოდა წიწვოვან ტყეს. სოფლის კიდეზე, პატარა ხის სახლიდან ნინო გამოვიდა. ხელში კალათა ეჭირა, აპირებდა მთაზე ასვლას, მარწყვების მოსაკრებად. ჰაერის სუფთა იყო, ნამით განზღრათილი. ბალახის სურნელი ერწყმობოდა ფიჭვების არომატს. ნინოს გული ებსებოდა ამ სურნელით. მთის ჰაერი მისთვის ბავშვობის მოგონება იყო. ახსენებდა ბებია, რომელიც დილაობით თავს ამზადებდა და ხის ჩაის kovzit ურევდა ქვაბში. მამა კი დილის სიმღერით ჩორს ფერდობებზე ეუნებოდა. თა გულიდან ადგილია ნინო. ვინც მთას შეიყვარებს, იმან ადამიანით შეიყვარა. ნინო ნენდა აჰყვა ბილიქს. ყველა ნაბიჯი თითქოს ახლოს მიდიოდა საკუთარ თავთან. ჩიტების ჭიკჭიკი, ბალახზე ნამი, ზის თბილი სხივები. ყველაფერი ერთად ქმნიდა სიწყნარეს, რომელსაც ვერასდროს პოულობდა. თის წვერზე რომ ავიდა, სუნთქვა შეიკავა. წინ გაშლოდა უსრულო სივრცე, მწვანე, ცისფერი და ოქროსფერი ფერების შერევა. მთის სურნელი თითქოს ცარს უერთდებოდა. ამ სურნელში იყო ბავშვობის სიცილი, ბებიას ტკბილი სიტყვა და მამის რჩევა. ნინო ჩამიჯდა ბალახზე და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორ ჩაეღვრებოდა მთის სურნელი გულში, სისუფთავე, სიმშვიდე და რაღაც უცნაური ძალა, რომელიც აძლიერებდა. თითქოს მთამჩუმად ჩაშჩუჩულა. ნინო გავიწყდება საიდან მოდიხარ. საღამოს როცა სოფელში დაბრუნდა, კალათა სავსე ჰქონდა მარწყვით, მაგრამ ყველაზე ძვირფასი რაც მთიდან ჩამოიტანა, არ ჩანდა. მთის სურნელი, სუფთა, თბილი და უჩუმარი, რომელიც მუდამ დარჩა მასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოეწონა მაყურებელს, იმიტომ რომ ჟიურის მოეწონა ბარბარე. მოკლედ, ეს არის დიპლომი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ახალი შანსის ყველა მონაწილე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, როგორც მონაწილე, ასევე მეგობარი და ახლა უკვე ჟიურის წევრები. ეს შენ, ჩემო ძვირფასო, ეს პატარა პრეზენტით ახალი შანსისგან. მადლობა იმისთვის, რომ იყავი ჩვენთან. მოკლედ, ჩვენ კი გავაგრძელოთ და მოდით ახლა შემდეგი სკოლა და შემდეგი მონაწილეები გავიწყდით. ახალი შანსი